2 წელიწადია ვმუშაობ. აქედან ჩვენ ძირითად წარმოება არის გლინულიდან მავთულის მიღება. ცივად ნაჭიმი მავთულის მიღება. იყო დრო, როცა ჩვენ წარმოება იყო საქართველოში მონოპოლისტი. ძირითადი წარმოება ამ სახის პროდუქციის ჩვენ სადღაც უშვებთ 10-12 დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქციას. ვიყავით მონოპოლისტები. მე დროება შეიცვალა და ეხლა 3 წლიანი სამუშაოდან ჩამოსული ვართ რაღაც 2 წლიანზე. უფრო მეტი გვაქვს შესაძლებლობა მუშაობის, მაგრამ საერთო პრობლემულმა ვითარებებმა რაც სუფევს ქვეყანაში დამოკიდებულია კომპლექსურად ყველაფერზე. გამოიწვია ჩვენი სამუშაო ტემპების და მოცულობების შემცირება. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ საკმაოდ მცირე მასშტაბისა ვართ, რომ გავლენა ვიქონიოთ საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა მიქონია ჩვენზე უარყოფითი გავლენა. რამე თუ შეგვიმცირდა წარმოება, რამაც გამოიწვია ჩვენ დასაუბედუროთ მუშახელის შემცირება. რამოდენიმე ათეული კაცი დარჩა უმუშევარი ამ პრობლემებით და კრიზისთან დაკავშირებით. ალბათ გადაელეხება ქვეყანაში კრიზისი და ჩვენაც მოვიწვევთ ისევ მხარს და გავიზრდებით ისევ სამწლიან წარმოებამდე.